ნალური ექსპონატი მუზეუმს. ელდარ შენგელაიამ სპეციალურ დაფაზე თითის ანაბეჭდი და ხელმოწერა დატოვა. პირველი ანაბეჭდი გაიხსნა, ეგრეთ წოდებული უკვდავთა არკა ქვია მას, ანუ ის უკვდავის სახელები, რომელიც საქართველოს ხელოვნებას მუდმივად თან ახლავს. 26 იანვარს ეს ულამაზესი შენობა უცნაურად შეიფუთება. აქ არ იქნება ფანჯრები, აქ ყველა ფანჯარაში იქნება ელდარ შენგელაიას გმირები წარმოდგენილი. თვითონ გამოფენას დავარქვით მისი ძალიან ცნობილი ფილმის სახელი, არაჩვეულებრივი გამოფენა და გარწმუნებთ, ეს იქნება მართლა არაჩვეულებრივი გამოფენა. აქ დიდი ფორმატები გარდა ამისა, თქვენი ფილმები მიდის. არაჩვეულებრივი გამოფენა, არაჩვეულებრივი გამოფენის ავტორმა პირველად დაათვალიერა. საიუბილეო ექსპოზიცია ელდარ შენგელაიას 80 წლის იუბილეს ეძღვნება. მე მეჩვენება, რომ ზედმეტიც კი არის, სიმართლე რომ გითხრათ. მე საერთოდ სიტყვა იუბილე არ მიყვარს. იმიტომ რომ იუბილე ეკუთვნის დიდ ხელოვანთა და მწერალთა, როგორც ილია ჭავჭავაძე იყო, ვაჟა ფშაველა და რა ვიცი. 80 წლის რო შესრულდები, ყოველთვის შეხედავ რა გაიარე. და უნდა გითხრათ, რომ მე ვნანობ, რომ მე რაღაც არ გავაკეთე. ეს არის ნატო ვაჩნაძის პორტრეტი, ფოტო, არის კოლაჟი, დამახასიათებელი სერგოს რაღაცა განსაკუთრებული მანერით. ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას პირადი ნივთები, რეჟისორის ჯილდოები, ესკიზები ცნობილი კინოფილმებიდან და უნიკალური ფოტოარქივი კინოსა და თეატრის მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში გადაიშლება. მასშტაბური გამოფენა ელდარ შენგელაიას შემოქმედების ამსახველ სურათებს და იმ ეპოქას გააცოცხლებს. შერეკილები. კიდე შებაქა. ცისფერი მთები. მარჯვნივ თუ მარცხნივ? მოიტაკეთერდი. არაჩვეულებრივი გამოფენა. გასხო. ალეგორიულ ფერადოვანი, ვრცელი, სევდიანი, იუმორითა და თავისუფლებით სავსე ფილმები რეჟისორის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს ასახავს. საკუთარ ნამუშევრებს შვილებს ადარებს და არც მათი განსჯა უყვარს. მისი ფილმები ერთმანეთს არ გავს, თუმცა ერთი შეხედვით ყველა მათგანი თავისუფლებაზეა და სიყვარულითაა სავსე. ჩემთვის ყველა ფილმი როგორც შვილები არის და ეხლა მე მესმის რომ ზოგიერთი არის უფრო უკეთესი, ზოგიერთი არის უფრო კარგი, ზოგი არ გამოვიდა, მაგრამ ეს მაინც კრიტიკის და მაყურებლის მე ძალიან ადვილად ვიტან კრიტიკას. იმიტომ რომ ვთვლი, რომ კრიტიკა აუცილებელია, თუ შენ გინდა მომავალი ფილმი უკეთესად გააკეთო. ნამდვილი კინო ინტელექტუალური ელფერით. ამბებს, რომელსაც ელდარ შენგელაია გვიამბობს, ზნეობრივ დამრიგებლური ხასიათი დაჰკრავს. იმპროვიზაცია, მოულოდნელობა და თამაში მისი შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. ბავშვობაში რეჟისორობა მიუწვდომა მწვერვალად ეჩვენებოდა. გადასაღებ მოედანზე გამნათებლად პირველად 9 წლისა მამის ნიკოლოზ შენგელაიას ფილმზე იმუშავა. წარმატება კინოში კი პირველად დოდო ალექსის წარმატებულად. უსასრულობისა და შაცმავილი აუცილებლობისაგან მიდით ერთაოდ. კინოსა და გადასაღები მოედნის სიყვარული მემკვიდრეობით ერგო. რეზო გაბრიაძე, გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე, სერგო ფარაჯანოვი, თემიკო ჩირგაძე, თენგიზ მირზაშვილი და სხვა მეგობრები რომ არა, ალბათ არც ელდარ შენგელაიას ფილმები იქნებოდა ერთი სიტყვით უბრალოდ შედევრები. 80 წელი თითქოს ბევრია. ელდარ შენგელაიას ეჩქარება და მაყურებას ახალ ფილმს მწერალ დათო ტურაშვილთან ერთად პირდება. ჩვენ მუშაობთ სცენარზე და მე იმედი მაქვს, რომ ну შეიძლება ისეთი ფილმი არ იქნება, როგორც ახალგაზრდობაში გავაკეთე, იმიტომ რომ მაშინ მაინც სხვა ენერგია მქონდა, მაგრამ ვეცდები რომ კარგი ფილმი გავაკეთოთ დათომ და მე. 2013 წელი ელდარ შენგელაიას ცხოვრებაში ახალი ფილმის წელია. მანამდე კი რეჟისორი იუბილარია და მისი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს კინოს მუზეუმი უჩვეულო, მაგრამ არაჩვეულებრივი გამოფენით ეხმაურება.